გადმოვხედავ ხოლმე ჩემი შვილი საწოლს და რომ მეგულება რომ საწოლში წევს ჩემი შვილი და რომ ხედავ რომ არ არის ძალიან განვიცდი. ეს უდანაშაულოდ დაჭერილი მარტო ჩემი შვილი არა, სხვისი შვილებიც გამოუშვან სამართალმა იზეიმოს სრულ ინფორმაციებს, ნუ გაიზიარეთ და ნუ გონიათ რომ ეს ახალგაზრდები ტყუილად არიან იქ, ესენიც პატრიოტები არიან, ვინც არიან ყველა. ჩვენი ნამონაგარი და ნაბრძოლარი გაგვინიავეს. ჩემი ნატვრა მეტი არაფერი რომ ჩემი შვილმა იზოლატორში არ გაატაროს ახალი წელი. თან რა გაიდღეს არის დაბადებული 7 იანვარი შობა. პატრიოტია ჩემი შვილი და სიამაყე გამაჩნია მე და მექნება. როდის გაიგეთ რეზის დაკავების შესახებ, სად იყავით, ვინ გითხრათ? 6 რიცხვში მე ვიმყოფებოდი სამსახურში ჯორჯელის ვრეცხა და იმაზე მუშაობ. იქ ვიმყოფებოდი და საღამოს 4 საათი იქნებოდა ასე 5-ისკენ რომ დამირეკა სამართალდამცავებიდან პოლიცია იყო. ძალიან გავნერვიულდი, ვიცოდი რომ ჩემი შვილი აქციაზე იმყოფებოდა და მივხვდი რომ რაშიც იყო საქმე. მოვედი სახლთან და დამხვდნენ ძალიან ბევრი სამართალდამცავები. შემოვედი, დასხდნენ აქ მეც დავჭექი და მითხრეს რომ თქვენი შვილი დაკავებულია. აქციაზე იმყოფებოდა და იქ ავიყვანეთ. მეტი არაფერი არ ვთქვამთ. მეთქი სად არის, როგორ არის, შევეკითხე ყველაფერი და ჩვენ ამის მეც ვერაფერს ვერ გეტყვით. ჩვენ მოგცემთ გამომძიებლის ტელეფონის ნომერს, იმას დაუკავშირდით და ის აგიხსნით ყველაფერს. მერე მითხრეს რომ გვაჩვენე რეზოს საწოლი, სად იწვა, მე ვაჩვენე მისი საწოლი, შეამოწმეს. შემდეგ მითხრეს რომ მეჩვენებია კარადა, სადაც ჩემი შვილის ტანისამოსიც ინახებოდა. ტანისამოსიც ნახეს, რაც იყო ყველაფერი შეამოწმეს და კიდევ უჯრა, სადაც მისი ნივთები და თავისი ტანსაცმელი ყველაფერი რაც იყო, ისეთ შეამოწმეს. შემდეგ მითხრეს რომ ყვითელი სვიტრი მიმეცა მაგათთვის, რომელიც ეცვა ხოლმე აქციებზე. მე ვუთხარი რომ გარეცხილი მაქვს მანქანაში მიდევს და გამოიღეს სველი. ეს სვიტრი ჩადეს პარკში და დალუქეს. მითხრეს კიდევ რომ თქვენმა შვილმა მითხრაო რომ პლასმასის სათვალე და ნიღაბი დევს და ეს მომეცითო მითხრეს სამართალდამცავებმა და აიღეს ეს პლასმასის სათვალე და ნიღაბი. რა მოტივით უნდა შეამოწმო ვინაც საწოლი კარადა, რა გითხრეს? არ ვიცი, მითხრეს რომ აქციაზე რომ იყვნენ იქ ახალგაზრდები და მათ შორის თქვენი შვილიცო, ქვებს ისროდნენ და რაღაც ასაფეთქებელ ნივთიერებებს და რაღაცებს ისროდნენ და ალბათ ეგონათ რომ სახლში ქონდა მოტანილი ჩემი შვილს და ინახავდა ან მალავდა ან რამე. ანუ ფაქტობრივად ჩხრეკა ჩაატარეს და თქვენ ამის შესახებ არ იცოდეთ. არაფერი. ჩხრეკას სჭირდება შესაბამისი ოქმი. კი, მე ვუთხარი რომ არ უნდა შემოგეშვა სახლში. რისთვის ატარებთ ამ ჩხრეკას და ჩვენ გვაქვს ამის უფლებაო რომ გავჩხრიკოთ და ვნახოთო თუ რამე ინახება თქვენ სახლში და ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს ისეთი, არც ქვა იყო ჩემს სახლში და არც ასაფეთქებელი არაფერი არ იყო სახლში და ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს. ეს ყვითელი ზედა ეს ყვითელი ზედა წაიღეს მკითხე მე ესო
აქციების დროსო ეცვაო ხშირათო და ჩვენო ვიდეოები გვაქვსო და იქ ფიქსირდება რომ აცვია ეს სვიტრი თქვენ შვილსო და ნივთ მტკიცებულებად წაიღეს ეს სვიტრი ჩემი შვილის სვიტრი რატო წაიღეს ახლა რა ვიცი მე წინააღმდეგობა ვერ გაუწიე რა უნდა გამეკეთებია მარტო ვიყავი ამ დროს როცა ეს გააკეთა არც ადვოკატისთვის დაგირეკავთ არავისთვის არ დამირეკავთ იმ წუთში არაფერი არ ვიცოდი და ჩემ შვილს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობის პროტესტი, რაც იქ იმყოფებოდა, ჩემ შვილი იყო შიმშილობდა და არ მიუღია საკვები. ჩემ შვილთან ერთად შიმშილობდი მე. ეს იცოდა ზუსტად რამდენი დღეს ჩემ შვილმა იშიმშილა, იმდენი დღე ვიშიმშილე მე. მე ჯანმრთელობა მაქვს ცოტა შერყეული, ეს იცის ჩემ შვილმა. სასამართლოზე შეიქმნა ცუდად, თავბრუს ხვევა დაემართა, გამოიძახეს სამართალდამცავებმა სასწრაფო მოვიდა, რაც უნდა გაეკეთებიათ, მაგაზეც უარი განაცხადა, არაფერი არ გაეკეთა ჩემ შვილმა და თქვა, რომ გააგრძელებდა ისევ შიმშილს. ბრძოლას ვაგრძელებ თავისუფლებისათვის ვაგრძელებ შიმშილს და გამომარჯოს საქართველოს. მე ვთხოვე და სპორტილები და წაიღო. მე იქ სასამართლოზე ისევ ცუდად გავხდი, გამიყვანეს გარეთ და ჩემ შვილმა ჩემთვისაც მოითხოვა სასწრაფო რომ დედა ჩემიო ცუდად არისო და იქნებ გაუწიოთ დახმარებაო. მე გარეთ გავედი და ბოლო განაჩენი არ მომისმენია, რადგან აღარ შემიშვეს სამართალდამცავებმა და რატომ აღარ შემიშვეს? არ ვიცი მთავრდებაო და აღარ შემიშვეს, რა ვიცი. ცუდად ვიყავი იქ მეგობარი გამომყვა ჩემი შვილის მეგობარი, რომელიც გვერდში მიდგა, მედიკამენტი მომაწოდა რომ არ წავქცეულიყავი. დედა არ ინერვიულო, ადვოკატმა მითხრა რაც დააბარე, აღარ ვშივშილობ. მარტო ჩემი ჯანმრთელობა რომ იყოს სასწორზე, ეგ დიდად არ მანაღვლებს. გადავწყვიტე შიმშილი შევწყვიტო შენთვის. რომ მე არ მოვკვდე რა, იცის რომ მე ვერ გადავიტან. არც ერთი წამით არ ინერვიულო, აქ რომ ვარ, პირიქით, სულ სიამაყე გქონდეს, სიამაყით იყავი ამაყი, რომ ქვეყნის სიყვარულის გამო დაიჭირეს შენი შვილი. მიყვარხარ ძალიან, მიყვარხარ და არ იტიროთ, გთხოვთ. მშობლისთვის ძალიან ძნელია და ძალიან მძიმეა ეს რომ ვიცი რომ ჩემი შვილი იზოლატორში იმყოფება და 4 კედელში და ვერ ვნახავ ისეთი არაფერი ჩაუდენია ჩემ შვილს რომ რამე საშიში რამ გაეკეთებია. უბრალოდ იდგა აქციაზე, მშვიდობიან აქციაზე, ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც სამშობლოს სიყვარულისთვის არიან გამოსული, მაგისთვის იყო ჩემი შვილი იქ. იქ ხო გაქვთ უნდა ტელეფონში აქციაზე როის და წიგნია გადაშლილი. როგორც კი დაამთავრა სკოლა, იმ წუთში ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი ბიზნეს ადმინისტრირებაზე და გრანტით მოხვდა. სწავლობდა 2 წელიწადი და შემდეგ რატომღაც მოინდომა ჟურნალისტიკაზე და შემდეგ ჩააბარა ჟურნალისტიკაზე. იქ 70%-იანში მოხვდა ჟურნალისტიკაზე. იქაც სწავლობდა, იქაც ერთი წელი სწავლობდა. ჩემ შვილს ძალიან უყვარს წიგნები, კითხვა, განათლება, სოციალურ კომპიუტერში კი იჯდა ხოლმე, მაგრამ ძირითადად აი იქაც მაქვს თაროები, სადაც აწყვია ბევრი წიგნები, თვითონაც რომ მუშაობდა კითხულ თავისი ხელფასიდან არც ერთი არ ყოფილა რომ წიგნი არ ეყიდოს, ყოველთვის ყიდულობდა წიგნებს, მეგობრებიც ჩუქნიდნენ და აქციაზეც მიქონდა წიგნი, სამსახურშიც მიქონდა წიგნი, რა დროც პატარა დრო როცა დარჩებოდა სამსახურში, ის წიგნს კითხულობდა, შემდეგ ისე სამუშაოს გააგრძელებდა და აქციაზე რო დადიოდა, იქაც რო ღამეს ხომ ათევდა, იქ მთელი ღამე იყო თავის მეგობრებთან ერთად აქციაზე და წიგნი ჰქონდა და კითხულობდა ამ წიგნს. კი განვიცდი ძალიან რომ ჩემი შვილი ეხლა იზოლატორში იმყოფება, ყველაზე მეტად მე განვიცდი, იმიტომ რომ სულ ჩემ გვერდით იყო ჩემი შვილი და აი ხამეც არ მძინავს, სულ ცრემლები მომდის და გადმოვხედავ ხოლმე ჩემი შვილს საწოლს და რომ მეგულება რომ საწოლში წევს ჩემი შვილი და რომ ხედავ რომ არ არის ძალიან განვიცდი, მაგრამ მაინც ამაყი ვარ მე ჩემი შვილით, ამაყი ვარ რომ
ჩემი შვილი ისეთი საქმისთვის არის იმ იზოლატორში, რომ პატრიოტია ჩემი შვილი და სიამაყე გამაჩნია მე და მექნება და ხალხო, ნუ იქნებით ცრუ ხალხს, ნუ მოусმენთ, ცრუ ინფორმაციებს, ნუ გაიზიარეთ და ნუ გონიათ, რომ ეს ახალგაზრდები ტყუილად არიან იქ, ესენიც პატრიოტები არიან, ვინც არიან, ყველა ჩემი შვილის ტოლები თუ უფროსები თუ პატარები, ყველა ქვეყნის გულისთვის, ქვეყნისთვის იბრძვიან და უნდათ რომ სიმართლე გაიმარჯვეს ამ ქვეყანაზე. რაც მე იქ ვნახულობ, ეს არის ამაზრზენი. მე გუშინწილ იქ კადრები მაჩვენეს. იმ წაქცეულ ჟურნალისტს არ ვიცი, ღმერთო მაპატიეთ, მაგრამ იმ ბიჭს თავიება თუ რიყის სხვა ის ურტყავდნენ, ის თავი თუ არ გასწდებოდა. მარტო მე კი არა, ყველა შეძურწულია დედები, ხალხი. რა უნდა მოუწოდო, როგორ ცემენ უმოწყალოდ, გინდა მოხუცი იყოს, გინდა ახალგაზრდა, როგორ შეიძლება ასე გამეტებით. 88 წლის მაისში ჩამოვედი ჯარიდან. სოფელში ვარ წასული და ტელევიზორს უყურებ და იმ მამული შვილებმა, რომლებმაც აჭარიდან დაიწყეს 20 კაცის მიტინგი, ამას უსმენ და გული ამიჩუქდა და იქიდან დავიწყი აგორდა ეს მიტინგები, აგორდა და გადმოვიდა თბილისში და ყველა ვიყავით ერთიანი. და მიამაყება რომ ზვიადის და მერაბის მოვესწარი და იმაცულებს ვენაცვალე მე. მე რაც მოხდა 9 აპრილი ეგ ყველაფერი წამოვიდა და წამოვიდა. მის მერეს დავდიოდი. შეგიძლიათ პარალელის გავლება დღევანდელ მოვლენებში. ხედავთ რაიმე საერთოს მაგალითად, მაშინ იბრძოდით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. დღევანდელი თაობა ამბობს რომ ისინიც იბრძვიან რუსეთისგან დამოუკიდებლობისთვის. თქვენ ასე ხედავთ? კი ბატონო, ის ჩვენი ნამონაგარი და ნაბრძოლარი გაგვინიავეს. ჩვენ მოვიპოვეთ ეს დამოუკიდებლობა, მაგრამ ბოლომდე ვერ მივიდე ეს საქმე. ჩამოვიდა შევარდნაძე, სამოქალაქო ომი, მოვიდა მიშა თავბირის წრევა და მე ვიტყვიო, შვილებო, 33 წელია ვჭამთ ქართველები ერთმანეთს. ეს არ მინდა. შევრიგდეთ, გავერთიანდეთ და იმათაც შევაგნებიოთ, რომ სამშობლო თქვენიც არის, მარტო ჩვენი არ არის. მე მოუწოდებ ყველა, შევრიგდეთ, გავერთიანდეთ და იმის თქვა მინდა, დღევანდელი ახალგაზრდა თაობა ისეთი მოდის, ვერ მოატყუებს, ვერავინ და ვერ შეაშინებს, ეს იცოდეს ყველა. ჩემი სურვილი არის, ჩემი ნატურა, მეტი არაფერი, რომ ჩემი შვილმა იზოლატორში არ გაატაროს ახალი წელი. თუ ჩემი შვილი სახლში არ იქნება, ჩემთვის არ იქნება ახალი წელი. მე ძალიან ნერვიულობ და განვიცდი. ვერ ვეგუები, ვიმედოვნებ, იმედი მაქვს კარგი ადამიანების, კარგი ხალხის, რომ იყოს ისეთი რამ, რომ ეს უდანაშაულოდ დაჭერილი მარტო ჩემი შვილი არა, სხვისი შვილებიც გამოუშვან სამართალმა იზეიმოს და ორ თვეზე ადრე 20-მდე იქნებ გამოუშვან და გამახარონ და ჩემი შვილი ჩემ გვერდზე იყოს. ძალიან გთხოვთ, ეს არის ჩემი მოთხოვნა, ჩემი ნატურა და ჩემი სურვილი, რომ იქნებ ჩემი შვილი ჩემ გვერდზე იყოს, ჩემ სახლში, თავის საწოლში დავინახო. თან რა გაიდღეს არის დაბადებული 7 იანვარი, შობა.